ჩარლზისთვის შეურაცხყოფა არ მემიყენებია, მხოლოდ სიმართლე ვთქვი. მას 10 მარცხი აქვს. აქედან 5 ნოკაუტით, 4 მახრჩობელათი და 1 გადაწყვეტილებით. ის ამბობს, მსუბუქი წონის დივიზიონი ყველაზე ძლიერია. შეგახსენებ, რომ როდესაც ქვემსუბუქ დივიზიონში ჩხუბობდა, იგი კაპ სვანსონმა ცემა. ამით უნდა მორჩეს საუბარი. რისი მიღწევაც ქვემსუბუქ წონის დივიზიონში ვერ შეძლო, მსუბუქ წონის დივიზიონში მიაღწია და გახდა ჩემპიონი. ასე რომ მითხარით, რანაირად არის მისი დივიზიონი იმ დივიზიონზე ძლიერი, საიდანაც მე მოვდივარ. უბრალოდ არალოგიკურია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ როგორც ჩანს, მას გაზეთის ერთი გვერდიც კი არ გადაუშლია. ეს თუ შეურაცხყოფაა, არ ვიცი, მითხარით, როდიდან გახდა სიმართლის თქმა შეურაცხყოფად. პირადულ და პროფესიულ ცხოვრებას ერთმანეთში არ ურევ. ჩარლზის მიმართ არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეჭვიც არ მეპარება ჩვენ რომ კარიერას დავასრულებთ, ერთმანეთს შევხვდებით, კარგ დროს გავატარებთ და ერთად ვისაუზმებთ. მანამდე ეს სპორტია, რომელიც ოქტაგონში იმართება. დარწმუნებული არ ვარ, ჩემი შემდეგი ბრძოლა ვისთან იქნება. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, UFC-ს შემპირდა, რომ ჩემი შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის იქნება. სულ ეს ვიცი. შემდეგს ისლამს შემახვედრებე თუ ჩარლზს წარმოდგენა არ მაქვს. შეგიძლიათ დაგვიდასტურო, იქნება თუ არა შემდეგი ბრძოლა კამრისთვის? დიახ, იქნება აუცილებლად. ამას შემპირდნენ, როცა ტიტული ვაკანტური დავტოვე. მიცემულ პირობებს ყოველთვის ასრულებენ. ანუ თუ სწორად გავიგე, მახაჩევი ან ზედაწონაში გაიქცევა, ან მოუწევს თოფურიას შეხვდეს ოქტაგონში, ხო? სწორად გაიგე.